სახალხო დამცველი ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა ეუთოოდირისთვის მიმართვას იმ რუსული სტილის კანონპროექტების გამო, რომელსაც ქართული ოცნება იღებს. ლევან იოსელიანს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციას და მოითხოვოს სამართლებრივი დასკვნა აქციების შემზღუდავ ახალ დრაკონულ წესებზე. როგორც ცნობილია, ეუთოოდირს აქვს ამ ტიპის კანონების შეფასების გამოცდილება. ნანო ჩაკვეტაძე განაგზობს საუბარს, თამის ირგვლივ ნანო გისმენთ. იურისტები განმარტავენ, რომ სახალხო დამცველს აქვს მანდატი ეუთოოდირის იმ დრაკონული კანონების სამართლებრივი შეფასებას თხოვოს, რომლებსაც ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში აფორმებს. ეუთოოდირის მიერ მომზადებული ამ სამართლებრივი დასკვნის ორი ძირითადი მიზნით გამოყენება შეიძლება. ერთი მხრივ შესაძლებელი იქნება საერთაშორისო დონეზე უფრო ფართოდ გაიხსნას დისკუსია იმის შესახებ, რომ ეს კანონები ნამდვილად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ხოლო მეორე მხრივ ეუთოოდირის დასკვნა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე სტრასბურგში დაერთოს იმ მოქალაქეების საქმეებს, რომლებსაც ამ კანონების საფუძველზე დააპატიმრებენ. აპირებს თუ არა ლევან იოსელიანი გამოიყენოს სახალხო დამცველის ეს უფლებამოსილება ამ მიმართულებით. ჩვენ ეს შეკითხვა მას რამდენიმე საათის წინ გავუგზავნეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. საერთაშორისო დასკვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით ზოგადად ვენეციის კომისიის მიერ ან ეუთოოდირის მიერ კეთდება. სამწუხაროდ ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია აღარ მიმართავს მათ შესაბამისი დასკვნებისთვის და ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა იმის რომ მომზადდეს სამართლებრივი დასკვნები არის თვითონ საერთაშორისო აქტორები თუ მიმართავენ ხოლმე, მაგრამ ამას სამწუხაროდ ძალიან დიდი დრო ჭირდება ხოლმე. ქვეყნის შიგნით ერთადერთი ვინც შეიძლება ეუთოოდირს მიმართოს არის სახალხო დამცველი, მას შეუძლია გააკეთოს სწრაფად და სწრაფადვე მოხდეს ამ შემთხვევაში ამ კანონპროექტის ექსპერტიზა. ანალოგიური განუხორციელებია ლევან იოსელიანს, როდესაც დეკემბერში და თებერვალში იქნა მიღებული შესაბამისი კანონები, რომელიც მანიფესტაციის შეზღუდვას ეხებოდა. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე მთელი ამ 10 თვის თუ 11 თვის განმავლობაში მის რეაგირებას ვითხოვს სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით და მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულთან დაკავშირებითაც დასკვნა გაკეთდეს. ჯერ ჩვენ ვნახეთ, რომ 500 ლარიანი ჯარიმები გახდა 5000 ლარი, მერე ვნახეთ, რომ მხოლოდ ჯარიმას როდესაც ითვალისწინებდა დაემატა უკვე პატიმრობა და დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ უკვე სისხლის სამართალში გადადის მაშინ, როდესაც ასეთი დაბალი მტკიცების ტვირთია და სასამართლოს ამის მაღალ სტანდარტს არ სთხოვს არავინ და მერე საბოლოო ჯამში კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ აპელაცია რიგ საქმეს წარმოებაში წარიღებს და დღემდე გაჩერებული არის გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება. სახალხო დამცველს იმავე მოთხოვნით მიმართავენ იურისტებიც, მაგალითად გუშინ იურისტმა ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ფორმულას პირდაპირ ეთერის მეშვეობით მიმართა ლევან იოსელიანს, რომ ის დაუკავშირდეს ეუთოოდირს და მოსთხოვოს მას სამართლებრივი დასკვნის მომზადება ამ დრაკონულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც მალევე უკვე ამ კვირაში იქცევა კანონებად საკანონმდებლო ორგანოში. როგორც გითხარით, ჩვენც ველით ამ დრომდე ლევან იოსელიანისგან პასუხს ის გამოიყენებს თუ არა ამ მანდატს საზოგადოების სასარგებლოდ.